ცის შესახებ კანონში შევა ის ცვლილებები, რომლებიც გაცილებით უფრო მოქნილს გახდის იმ კანონს და მის მოქმედებას და იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან დამნაშავენი, არ გამოაცხადებს დამნაშავედ, ხოლო ვინც მეორეჯერ და მესამეჯერ დააღვევს და დანაშაულს დააპირებს, ისინი დაიჯებიან კანონის მთელი სიმკაცრით. ასე რომ მე აქ ვერაფერს ვერ ვხედავ დრამატულს, ეს არანაირი დათმობა ოკუპანტის მიმართ არ არის, ეს სხვა შორის სულ არ ეხება ოკუპანტ ქვეყანას, ეს ძირითადად ეხება მესამე ქვეყნებს იმ წარმოადგენლებს, რომელთაც არ იციან, რომ კანონის შემთხვევით არ ყვება. აქ მოიაზრება როგორც ადმინისტრაციული ისე სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა ისევ არანაირად არ იწვევს თვითონ კანონის პრინციპის ცვლილებას, ეს ქმედება არის ისევ დასჯადი, მაგრამ არის უფრო ჰუმანური, რამდენადაც ჩვენ აქ ვითვალისწინებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კონკრეტული ადამიანების, ასე ვთქვათ, უფლებას, იმისათვის, რომ ისეთი ქმედებისთვის, რომელზეც შეიძლება საერთოდ ისინი არც კონდეთ გაცნობიერებული და არ აკეთებდნენ განზრახ, მათ არ მიიღონ არაადეკვატურად მკაცრი სასჯელი.